დარწმუნებული ვარ, ყველას გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ჩვენ წინ მიმავალი მანქანა ძალიან ნელია, ხოლო მასზე გასწრება ძალიან რთული. მე ნამდვილად ვერ გეტყვით რა უდაქრათ ამ შემთხვევაში, მაგრამ შევეცდები აგიხსნათ თუ რას აკეთებენ ამ შემთხვევაში ფორმულა 1-ის პილოტები. რის გამო უყურეთ ფორმულა 1-ს? არა, ამ კითხვას არც სავარაუდო პასუხები აქვს და არც ლანდუას ორი ვერსია. ჩვენ გვიყვარს გადასწრებები გარედან, შიგნიდან, ზემოდანაც. Anyway, last week მაგრამ რა ხდება, როცა ტრასაზე გადასწრებების დაკლებობაა? დიახ, ჩვენ მონაკოს გრან-პრის უყურებთ. მონაკოს, სადაც მეორედ მოსვლა და წვიმა თუ არა, საშუალოდ ერთ რბოლაში გადასწრებების რაოდენობა 2.6-ია. რაც ზუსტად ინჟინერიის სტუდენტის საშუალო GPA-ია. ჩემსაზე ცოტა ნაკლები. ტრასაზე, სადაც კვალიფიკაცია თითქმის ყველაფერს წყვეს, სრულებით შესაძლებელია კვირის რბოლის დროს ნელი მანქანა სწრაფ მანქანაზე წინ აღმოჩნდეს. ამის დათელი მაგალითია 2023 წლის მონაკო, სადაც ესტებან ოკონმა კარლოს საინზს კვალიფიკაცია მოუგო, რასაც ლოგიკური გაგრძელება რბოლაში პოდიუმი მოყვა. სადაც ჩვენც აღმოვჩნდით. მაგრამ რა ხდება, როცა შენ წინ მიმავალ მანქანაზე სწრაფი ხარ? მაგრამ მაინც ვერ ახერხებ გადასწრებას. სწორედ აქ შემოდის ოვერკატი. მდგომარეობა, რომლის დროსაც უკანა მანქანა წინა მეტოქეზე დიდხანს ტრასაზე, იმის იმედად, რომ მოწინააღმდეგე საბურავების შესვლის მომენტში უფრო მეტ დროს დაკარგავს, ვიდრე თავად. და სუბტატების ხარჯზე მასზე წინ გამოვა. ასე მაგალითად, 2021 წლის მონაკოში ზუსტად 0 გადასწრება ვიხილეთ. თუ არ ჩავთვლით მიკის მოგებულ პოზიციას მაზეპინზე, რომელიც გულმა მაინც დაათმობინა. მაგრამ ამ ფაქტს საერთოდ არ შეუშლია ხელი სებასტიან ფეტელისთვის, რომელმაც შეძლო მე-7 პოზიციიდან დაწყებული რბოლა მე-5-ზე დაამთავრა. ლუის ჰამილტონი პირველი შევიდა ბოქსებში 29 წრეზე, როცა იგი ფეტელს 2 წამით უსწრებდა. სებასტიანმა ამჯობინა გარეთ დარჩენილიყო. მერსედესმა ტაქტიკური შეცდომა დაუშვა და ახალ ჰარდებზე გადასული ლუისი პიერ გასლის უკან ჩაკეტა. ამით ფეტელმა ისარგებლა და 32 წრეზე პიერის და ლუისის წინ გამოვიდა. ასტონ მარტინმა ტემპში იმ წელს კონსტრუქტორის ჩემპიონს და საუკეთესო პილოტს როგორ აჯობა დღემდე გაურკვეველია. მაგრამ რა ხდება, როცა უკანა მანქანა შედის პირველი საბურავების გამოსაცვლელად და ამის ხარჯზე იგებს პოზიციას? გავიხსენოთ 2021 წლის ბაჰრეინი, სადაც მაქსმა პაუილიდან დასტარდა, ხოლო ლუისი მეორეზე იყო. მე-13 წრეზე, როცა მაქსსა და ლუის შორის სხვაობა 2 წამი იყო, ლუისმა პიტებისგან გადაუხვია და ახალ ჰარდებზე გადავიდა. უფრო ახალი საბურავებით ლუისმა უკეთესი ტემპი დაიჭირა და თითქმის იდენტური პიტის და მე-18 წრეზე გამოსული მაქსის საბურავების შეცვლის შემდეგ 7 გზის ჩემპიონმა არა მარტო პოზიცია, არამედ მეორე ადგილზე მყოფ ნიდერლანდელთან 7 წამიანი გეპი დაიჭირა. სწორედ ეს არის ანდერკატი. ახლა მათემატიკის რუბრიკა. თუ ლუისი 2 წამს აგებდა და ბოლოს უპირატესობა 7 წამამდე გაზარდა, ანუ 9 წამი ამოუღია და ამისთვის 5 წრე დასჭირდა. 9 გავყოთ 5-ზე, გამოდის რომ ლუისი წრეზე ახალი საბურავებით 1.8 წამით უფრო ჩქარი იყო ვიდრე მაქსი. შემდეგ გაკვეთილზე პროცენტებში ვიმეცადინებთ და ბიზნესის სტუდენტებს ამოგკაჩავთ. და მაინც რომელი ჯობია, ანდერკატი თუ უერკატი? პასუხი ძალიან მარტივია. გააჩნია სათხართ. ტრეკზე, სადაც საბურავების წვეთა კრიტიკულად მაღალი, როგორებიცაა ბაჰრეინი, პოლრიკარი ან თუნდაც ჩანხაი, ახალი საბურავები და ანდერკატი კარგად მუშაობს. ხოლო რაც შეეხება ოვერკატს, კარგი მაგალითები შეგვიძლია მოვიძიოთ მონაკოში, ინტერლაგოში და ბაქუშიც კი. მიზეზი კი ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ტრეკებზე ახალი საბურავების გახურება ძალიან რთულია. ეს კი განპირობებულია დაბალი ტემპერატურით ან პიტების გამოსასვლელის შემდეგ სწრაფი მოსახვეების ნაკლებობით. მე ნამდვილად ვერ გიჩვევთ ქუჩაში მანქანებს როგორ გადაასწროთ, მაგრამ ტელევიზორთან როცა დასხდებით, აწი ისეთი სიტყვების სახელი მაინც შეგეძლებათ, რითაც უსუდინარ ხალხს უფრო გააგვირვებთ.